მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო და YouTube-ელებო. გავწმინდოთ ჯერ ყველაფერი. და ვნახოთ ახლა რას გადაწყვიტავს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ამოვიღე ორი დასტა. Lightsers და Gilded Tarot card. მოკლედ თქვენ ახლა ამ ორიდან უნდა აირჩიოთ ერთი, რომელიც გინდათ ან მოусმინოთ ორი. ეს პირველ რიგში დავაწყობ. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. აქტუალურად ვინ შემოდიხართ ჩემს არხზე, უყურებთ ჩემ არხს. სასიამოვნოა თქვენგან და დიდი მადლობა თქვენი ლაიქებისთვის, ყურებისთვის, კომენტარებისთვის. ასევე პირადში ვინც მიკავშირდებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ჩემი ერთგული მსმენელები ვინც ხართ, ვინც მიყურებთ ყოველდღიურად და ხართ ასე ვთქვათ არხზე სისტემატიურად, როცა ვდებ და შემოდიხართ, თქვენს მადლობა და ვინც ახლები ხართ და უბრალოდ ისე რო იტყვიან ასკროლავთ და შემოხვალთ, თქვენს მადლობა. ჩემი გაშლები ეფუძნება ენერგოსაინფორმაციო კოლექტიურ იმ ინფორმაციას, რაც შემოდის სამყაროდან, ფაქიზის სივრციდან, აქ და ახლა, ამ აწყო დროში და ახლო მომავალში. ასევე, ნახეთ, აქტუალური მაქვს ძალიან ბევრი თემები, მაგრამ იმიტომ რომ არ არის თქვენგან ორმხრივი კავშირი, არ გაინტერესებთ სხვა თემები, გლობალური თემები და ასე შემდეგ და ყურება, ასე ვთქვათ, არ აქვს. ამიტომ ვშლი პირადზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მაინტერესებდეს და არ ვშლიდე, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის ვშლი. ტაროს პროგნოზი ყოველთვის მართლდება. ეს არის სამყაროს ინსტრუმენტი, რომ გავიგოთ მომავალი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. მით უმეტეს ეხლა ამ დროში, როცა ასე არეულია ყველაფერი. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, როცა ხარ ინფორმირებული, ხარ დაცული. ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ. და ამის უფლებაც გვაქვს. მოკლედ, დავიწყებ ახლა პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და თემა არის ასეთი: პაუზაა თუ დასასრული. ესეთი თემა გაინტერესებდათ და იმის მიხედვით, რაც ამოვა კარტში, მე კიდევ კითხავ დამატებით. პაუზაა თუ დასასრული, ასე ქვია ამ გაშლას. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. თუ ვერ აირჩიეთ, მაშინ უბრალოდ უყურეთ და ნახავთ თქვენთვის საინტერესო პასუხს, რაც გაინტერესებთ. ეხლა თვითიფიქრეთ ადამიანი და ნახოთ ამ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა. ამ აწყო დროში როგორია. ეხლა ამ მომენტში არის კონფლიქტური სიტუაცია, რაღაცა გაურგებრობა, შეიძლება პატარა რაღაც მიზეზის გამო, უთანხმოება, მაგრამ იყო დაწყებული თქვენი ურთიერთობა, დაიწყო, ნაბიჯი გადაიდგა და თვითონ გრძნობით არის. მაგრამ ნახეთ, გაჩერებული პასიური ენერგია, ელოდება, რაღაცას ფიქრობს, რაღაცას პჭობს. თუ რას და თუ არის ასეთი სიტუაცია და თუ რეზონირდა, საყვარლების კარტი ამოვიდა, რა თქმა უნდა, პარტნიორია და ყველაფერი უნდა მას. სიყვარული. მაშინ გავაგრძელოთ ამ ადამიანზე, ეხლა რატომ არის გაჩერებული. თვითონ კარტმა მოგცა ინფორმაცია, ხო? რატომ არის გაჩერებული? მოკლედ ამ ადამიანს უნდა წარსული ცხოვრებიდან, რაღაც სიტუაციებიდან გამოსვლა და გამოსულიც არის. წარსულს ეუბნება უარს
რაღაც სიტუაციებს, თავიდან უნდა ყველაფრის დაწყება, იმედიანად უყურებს თავის მომავალს, დიდი ტრანსფორმაცია და გარდაქმნა ხდება ეხლა მის ცხოვრებაში და აპირებს კონტაქტზე გამოსვლას. ანუ თუ პირველი ვარიანტი ჩაიფიქრეთ, ეს დასასრული არ არის, უფრო პაუზას გავს. თავის თავში აქ რაღაც სიტუაციები, უბრალოდ გასარკვევი. და ვნახოთ თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი თუ გადმოდგავს რამე სერიოზულ ნაბიჯს, ხო? ან მოქმედებას. მოკლედ, როგორც ვთქვი, ეხლა ცოტა ხანი თუ არ ჩანს ეს ადამიანი, აქ რაღაც პერიოდი, რაზეც უნდა დაფიქრდეს, რაღაც წარსული სიტუაციები უნდა გაუშვას, იმიტომ რომ ამოსდის ახალი დასაწყისი, ორი უმაღლესი არკანი ამოვიდა, უნდა სიამოვნების მიღება, უნდა განახლება, უნდა ცვლილება და აქტიურად უნდა შეუდგეს რომ მოაწყოს თავის ცხოვრება. მაშინ თუ ამას აპირებს რომ მოაწყოს თავის ცხოვრება, აი ამ ვითარებაში თქვენ თუ ხართ მის იდეაში, ხო? აპირებს ადამიანი ცხოვრების მოწყობას, თავიდან ცხოვრების დაწყებას. თქვენ თუ ხართ მის გეგმებში. ხო, როგორც კარტმა გვაჩვენა და ინფორმაცია როგორიც მოდის ამ ეტაპზე. ეხლა აქ კრიზისი ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენთან ამ ადამიანს აკავშირებს და ძალიან, ასე ვთქვათ, ღრმად არის ინტიმური ურთიერთობა. მე არ ვიცი, გქონდათ, არ გქონდათ რა იყო, მაგრამ არ ავიწყდება. ეს არის ბნება, ეს არის ხორციელი ტკბობა, რაც ამ ადამიანს სურს, უბრალოდ კრიზისი ამოვიდა, ან ფინანსურად, ან როგორც ვთქვი და თავიდანვე კარტმა მოგცა ინფორმაცია, რომ გარდაქმნის, ტრანსფორმირების ეტაპზე, ანუ რაღაც სიახლე უნდა ახალი, დაწყება უნდა რაღაცის, ხო? ამიტომ ახალი დასაწყისი ჩანს, რახან თქვენზე დავსვი კითხვა და ამოვიდა დამაიმედებელი კარტი და მაჩვენებს, რომ დასასრული არ არის, უბრალოდ დროებითი პაუზა. დაელოდეთ, მოაგვარებს ამ სიტუაციებს, სწრაფად მოხდება, იმიტომ რომ სამყარო მაჩვენებს და გამოვა კონტაქტზე. მაგრამ მაინც გადავამოწმოთ და ერთი კითხვა კიდე დაუსვათ თუ გამოვა კონტაქტზე, ვინც ეხა ელოდებით, ხო? ამ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის. ჩქარობს კარტი. გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე? გამოვა? ახლო მომავალში, ვინც ელოდებით კონტაქტზე გამოვა? კი ბატონო, დაელოდეთ. გრძნობა ჩართულია ყველა ვარიანტში, ამ ადამიანს გრძნობა კონტაქტზე გამოდის, ახალი დასაწყისი იქნება. პირველ ვარიანტთან დავამთავრე, დამაიმედებელი იყო მე მგონი და თუ მოგეწონათ დამილაიქეთ, მიიღეთ მადლიერებით, გჯეროდეთ, თუ ასეთ სიტუაციაში ხართ, იცოდეთ ადამიანი მოვა, კონტაქტზე გამოვა. გადავედი მეორე ვარიანტზე და რა ვიცი, უყურეთ, მაინც იქნებ ესეც რეზონირდეს. ვნახოთ ახლა ადამიანი თქვენთვის საინტერესო რა მდგომარეობაში ჩაიფიქრეთ ახლა ეს ადამიანი. მეორე ვარიანტი. რა მდგომარეობაში ეს ადამიანი? შეგიძლიათ სახელით თქვათ. რაღაცა ბრძოლაშია ეს ადამიანი, რაღაცას იბრძვის, რაღაცას ამტკიცებს, რაღაცა კარმული კარტი ამოვიდა, უზენაესი უმაღლესი სასამართლო, რაც ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება განიხილება ზემოთ. ანუ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ზემოთ მის ცხოვრებასთან დაკავშირებით. თვითონ აქ ბრძოლა იბრძვის გამარჯვებისკენ, რა თქმა უნდა, არის უგზაში, გზა ამოდის. მიდის, მოდის, რა ვიცი, ეტლი, ანუ მანქანა. ან და შორს არის. ყოველ შემთხვევაში აქ ამოდის კარმული
პერიოდი მის ცხოვრებაში, კარმული პერიოდი, რასაც უნდა ცოტა გაღიზიანებული და ხისტი და ცივი გონება. აი ესეთი ენერგიები მოდის, რასაც უნდა ბრძოლა, ანუ რაღაცას ბრძოლობს, რაღაცას ამტკიცებს. კარგით, ეს გასაგებია. ნახოთ თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, აბა ნახოთ, მოხდება კიდე შეხვედრა ან კონტაქტზე გამოსვლა ამ ადამიანთან. ესე დაუსვავ კითხვას ჯერ. აქ ამოდის, ნახეთ, ოჯახთან მიმართებაში, ოჯახიდან გამომდინარე ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი დარტყმა, სტრესი, ნერვიულობა, რა საქმეც არ არის დამთავრებული, კარტმა მომაწოდა ინფორმაცია. მეც ამიტომ დაუსვი შესაბამისად კითხვა. ანუ კონტაქტზე გამოსვლა, რომც უნდოდეს, შეიძლება ვერ გამოდიოდეს ეხლა, იმიტომ რომ პრობლემა აქვს მის პირად ოჯახთან, ოჯახის წევრებთან, რა ვიცი, შეიძლება წარსული ურთიერთობა ვისთანაც ჰქონდა, ხო? ოჯახი ყავდა, ან პირადი ურთიერთობა ჰქონდა, იმ სიტუაციაში არის ეხლა, ანუ დარტყმა აქვს მიღებული, საქმე ეხება რაღაცა ღალატი, ტყუილი, გულგაცრუება, ანუ სერიოზული სულიერი დარტყმა აქვს მიღებული და ეს სიტუაცია ჯერ არ არის დამთავრებული, ანუ ამიტომ თუ არ გხვდებათ ან კონტაქტზე არ გამოდის, მიზეზი გავარკვიეთ. ეხლა ვნახოთ, დასასრულია თუ პაუზაა, დროებითია თუ პაუზა, ანუ დროებითია ეს ვითარება თქვენთან მიმართებაში თუ პაუზაა. როგორც ვთქვი, ჩემო კარგებო, დრო სჭირდება ამ სიტუაციას, არ ვიცი ხა ვინ არის და რა არის. მაგრამ აქ ამოდის სტაგნაცია, გაჩერება, მსხვერპლ შეწირვა ადამიანმა, რომელმაც რაღაცა ბევრი რამე თავის თავზე აიღო ოჯახთან მიმართებაში და მსხვერპლ შეწირულად გრძნობს თავს, ეს ნიშნავს იმას, რომ თავისი პირადი ინტერესები შეიძლება გადადო რაღაცის გამო და ეხლა ანუ როიტყვიან ბევრი რაღაც საკითხების, მიზეზების, სიტუაციების ყველაფერს ხო ვერ გავშლი, ეს არის საჯარო, ხო? პირადში ჩანს, როცა სახელი ვიცი. და ამიტომ აქ აღებული პაუზა, მაგრამ რამდენი ხანი გასტანს ეს პაუზა, არ ვიცი, იმიტომ რომ თვითონ არის დადარდიანებული, ეს მოქმედებს გავლენას ახდენს მის ფსიქოემოციონალურ ფონზე, ამიტომ ფიქრობს ჯერ, მსჯელობს და თავისთვის არის, მაგრამ იმედი აქვს მაინც იმედი და რაც თავარია მოქმედებასაც გადაწყვიტავს. აი, როდის ეს ჯერ არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში იქნება აუცილებლად რაღაც მოქმედება, მაგრამ მაინც დავაკონკრეტოთ და თქვენზე ვკითხოთ, თუ აპირებს თქვენთან გააგრძელოს ურთიერთობა ამ მისი პირადი პრობლემების და მიუხედავად ახლო მომავალში, თუ აპირებს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას. სამკუთხედი ამოდის. ძალიან ბევრი დაბრკოლება და მიზეზშედეგობრიობა, რაც უშლის ხელს, რომ თქვენთან გააგრძელოს ურთიერთობა, ისევ მსხვერპლშეწირვის კარტი და ისევ კარმული უზენაესი სასამართლო. ანუ მისი ბედი, როიტყვიან, მისი ცხოვრება, განიხილება ზემოთ, ეს არის უმაღლესი იერარქია, რომელიც თითოეული ადამიანის ბედს იხილავს. ცხოვრების წიგნი, ხო გაგიგიათ? ხო და აი იმ ცხოვრების წიგში ჩვენ გვიტოვებენ თავისუფალ არჩევანს, მოვლენებს, რაღაცეებს, ხო ადამიანებს გვახვედრებენ, რაღაც სიტუაციებს გვიქმნიან,
მოვლენებს ერთმანეთში დაკავშირებას აკეთებენ, მაგრამ მერე უკვე ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ვიმოქმედებთ, რას გავაკეთებთ, ხო და აი ნახეთ, იმიტომ რომ გულდაწყვეტილია, გულგაცრუებულია, დარტყმა აქვს მიღებული პირადზე სერიოზული. აქ ძალიან ბევრი დაბრკოლება. ამის გამო გამოწვეულია სტაგნაცია. აღებული აქ რაღაცა მოვალეობა, პასუხისმგებლობა ან რა ვიცი რა. ინფორმაცია მოდის და მეც გადმომაქვს. ამის გამო გაჩერებულია თქვენთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ზემოდან წყდება. ეს, იმიტომ რომ როგორც კი მეშვიდე ანგელოზი ჩახბერავს საყვირს და ამ თელს დედამიწაზე გავიგებთ ხმას, მოახლოებულია ჟამი, როცა თვითოული ადამიანი უნდა წარსდგეს უფლის წინაშე და მისი ცხოვრება როგორც კინო კადრივით, ფილმივით განიხილება. თავიდან, დღიდან მისი ამ ქვეყანაზე მოსვლისა და ბოლომდე სანამ არის. სანამ, ასე ვთქვათ, გავა ამ ქვეყნიდან. ყველა მომენტს განიხილავენ, ნახავენ და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ზემოდან წყდება ყველაფერი. როგორც თვითოული ადამიანის ცხოვრება, როგორც ყველაფერი და ის მოვლენები, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ქვეყნებში, ქალაქებში, ტერიტორიებზე, აბსოლუტურად ყველაფერი წყდება ზემოდან. ღვთისნების გარეშე არაფერი არ ხდება. რახან მოახლოებულია ეს პერიოდი და ეს პროცესია, ვიცით რომ არის ძალიან ბევრი დაბრკოლება, ძალიან ბევრი ისეთი განსაცდელები, რაც შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, რომ როგორ შემემთხვა ეს მე, მაგრამ ბოლო ჟამია. ამას ეძახიან წმინდა მამები ბოლო ჟამს, ასეთ პერიოდს. როდის იქნება ეს, არავინ იცის, მაგრამ ამ პროცესს გავდივართ. ამიტომ ყველას ცხოვრება ზემოდან უნდა გადაწყვიტონ და შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება, ასე თუ ისე. ურთიერთობა, ოჯახია, პირადია, ის ადამიანია და მისი ცხოვრება, თითოეული დეტალი განიხილება ზემოთ და შემდეგ უკვე წყდება აქ ქვემოთ. მაგრამ მაინც ვკითხოთ, აი ბოლოს და ბოლოს რას გადაწყვიტავენ, ხო, ამ ადამიანთან დაკავშირებით და როგორ წარიმართება თქვენი მომავალი, ვინც ეხლა უყურებ და ვინც მეორე ვარიანტი აირჩია. მზე ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, საბოლოო ჯამში ყველაფერი გამონათდება, ამ ადამიანს გაუმართლებს, კი. იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან ბევრი განსაცდელი უნდა გაიარო ადამიანმა, რომ გახვიდე ფინალში. ადამიანი ითხოვს, ღმერთი ითხოვს ადამიანისგან ბრძოლას და როგორც არის ნათქვამი, ჯერ რომ სუსტებს გაიყვანსო და ძლიერებს დატოვებსო. რატო ხდება ეს? სუსტ ადამიანს, რომელსაც არ აქვს ბრძოლის უნარი, არ აქვს თავის პრინციპები, არ შეუძლია დაამტკიცოს თავისი ის აზრი, ის მოქმედებები, რაც თუნდაც სიმართლე, ხო? რომ მე მართალი ვარ და მე ამას ვერ ვამტკიცებ. უყურებენ ზემოდან, აკვირდებიან, მაგიტო ვიძახი და ეს გამონათება მოხდება მის ცხოვრებაში საბოლოო ჯამში და დამაიმედებელი კარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ 10-იან პენტაკლით მთავრდება, კარგად დაუმთავრდება, გამოვა ამ მდგომარეობიდან, გამოსვლა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით პროცესია. როცა ეს კარტი ამოდის, ეს ნიშნავს the judgment. წყდება, მისი საკითხი წყდება. ნახეთ, ადამიანი, რომელიც სიტყვაზე ვიძახი, მაგალითი მომყავს, თქვათ, რეანიმაციაში წერს და კომაშია და არ იციან გამოვა თუ არა და ამოდის ეს კარტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ უნდა განიხილონ მისი ცხოვრება, რომ არც აქეთ არის, არც იქით არის, ხო? მაგრამ ცოცხალია და არც, თქვათ, გარდაცვლილია. ჯერ წყდება მისი განიხილება, მისი ცხოვრება
და ზემოდან რო გადაწყვიტავენ, მერე ანუ მიიღებენ გადაწყვეტილებას დატოვონ თუ გაიყვანონ. აი ესეთი მომენტი აქვს, ოღონ ეს ადამიანი ხა რა თქმა უნდა ცოცხალია და მას ეს საშიშროება არ ელის. უბრალოდ მის ცხოვრებაში ხდება მსგავსი რამ. გესმით? ამიტომ გამონათება ყველა ვარიანტში მოხდება. დაელოდეთ. თუ მოგეწონათ ჩემი გაშლა, გთხოვთ დამილაიქოთ, რომ ჩემ არხს ეხმარება განვითარებაში და სხვა ადამიანებიც შეხედავენ და გაიგებენ ამა თუ იმ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. ეს იქნება თქვენთვის მადლობა. ორმხრივი და სამყაროსგანაც მიიღებთ მადლობას. მადლობთ ჩემო კარგებო, აბა თქვენიცი წარმატება მისურვებია.